ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან რადიო მაესტროს ეთერში FM 94.7-ზე. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატიო კონსულს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლაშა დარბაიძეს ჯერ კონსულის წოდება, რამდენიმე საათში კი საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოართვეს. დარბაიძე ამბობს, რომ მიზეზი საკონსულოს ვებგვერდზე ივანიშვილის და ჯონბასის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებაა. ხელისუფლების რეაქცია ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშის გამოჩენაზე. ამ ახალი მოთამაშის პოლიტიკური შეცდომები და პოლიტიკური ღირსებები. პირდაპირ საუბარი იაგო კაჭკაჭიშვილთან. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერით. იაგო კაჭკაჭიშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონო იაგო, მოგესალმებით. მოგესალმებით, ეკა. შოკი ქართული პოლიტიკური სისტემისთვის. ასე აფასებენ ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უცხოური ექსპერტები, კერძოდ მაგალითად თომას დევაალი, კარნეგის ცენტრის ექსპერტი. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, სინამდვილეში ვინ შექმნა ეს პოლიტიკური რეალობა? ივანიშვილის მითოლოგიზებულმა ფიგურამ თუ უფრო ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც შესაძლოა თვითონ გააჩინა მოთხოვნა ახალ და ძლიერ ოპონენტზე? მე ვფიქრობ, ორივე ფაქტორი ხედულობაშია მისაღები, ეკა. თქვენ იცით, რომ ივანიშვილის გამოჩენამდე, ყველა მიცის ეს, რომ ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გამოიყურებოდა ძალიან ღარიბულად, ძალიან სუსტად, უძალოდ, თუ შეიძლება ასე ითქვას და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას რასაკვირველია ქონდა მოთხოვნა იმისა, რომ საკუთარი ხმა, საკუთარი საპროტესტო ხმა დაეკავშირებინა ძლიერ ოპოზიციურ ძალასთან. სხვანაირად ეს ხმები იყო, ასე ვთქვათ, ჰაერში გაბნეული და კიდევ ერთხელ ამბობ, არ უკავშირდებოდა რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას, ან რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ ძალაში არ ხდებოდა ამ ხმების კონსოლიდირება, ამ ხმების თავმოყრა. ანუ გაჩნდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინოს და ფაქტობრივად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რაიმე მნიშვნელოვანი ელექტორატის გარეშე, სერიოზული ელექტორატის გარეშე დატოვოს. ასე რომ, ასე ვთქვათ, ასეთი შოკის მომგვრელი გამოჩენა ივანიშვილის უნდა მივაწეროთ საზოგადოების და საზოგადოებაში გაჩენილ მოთხოვნილებას ძლიერი ოპოზიციური ლიდერის სადმი. ეს ერთი. მეორე, უცებად ხედულობაში მისაღები ის, რომ ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ რასაკვირველია დაბადა ასევე გააჩინა ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენის თუ აუცილებლობა არა, ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა მაინც, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ხელისუფლების უპასუხო რეაქციები ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის არაერთ ინიციატივაზე. მე პრაქტიკულად არ მახსენდება არც ერთ შემთხვევა, როდესაც რაიმე რაციონალური წინადადება, რომელიც პრინციპში ყველა ნორმალური ხელისუფლებისთვის გასაზიარებელი უნდა ყოფილიყო, გაიზიარა სააკაშვილის ხელისუფლებამ. პირიქით ეს იყო მუდმივად, ასე ვთქვათ, ჩამხშობი, არაკომუნიკაბელური, არაკომუნიკაციური ძალა ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეზისტენტულობა ოპოზიციის ლეგიტიმაციისადმი, ისევე როგორც საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის, მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ერთმანეთს გადაკვეთა და ივანიშვილს დაუკავშირდა როგორც შოკის მომგვრელ პოლიტიკურ ფიგურას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ხელისუფლება რომ ყოფილიყო მეტად გახსნილი, მეტად კეთილგანწყობილი, იგივე ოპოზიციურ წინადადებების თუ საზოგადოების რეალური მოთხოვნების მიმართ, იქნებოდა თუ არა იგივე თუნდაც ესეთი მითოლოგიზებული ფიგურის პოლიტიკაში ჩართვა ნაკლებ შოკის მომგვრელი?
შესაძლოა უფრო მეტიც ეკა, შესაძლოა მოხდარ იყო ის რომ ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩენილიყო პოლიტიკურ სივრცეში. ახლა შორს არ არის მაზრისაგან. რატომ მისი სურვილი ამითია განპირობებული ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკის? მან თავად ახსნა ეს რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის სისუსტემ და ხელისუფლების ნურბილად რომ ვთქვათ არა რაციონალურმა და მიზანშეუწონებელმა ქმედებებმა აიძულა ის გამოჩენილიყო პოლიტიკაში, პოლიტიკა არ ყოფილა მისი მოწოდება, მართლაც ჩვენ უკვე ბევრი წელია ივანიშვილის ფაქტორის მომსწრე ვარ, ასე ვთქვათ, ქართული რეალობაში და არავის არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ის პოლიტიკურ აკტორად პრეტენზიის მქონე ყოფილიყო მთელი ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. უფრო მეტიც მისი მეცენატობაც კი, მისი ქველმოქმედებაც კი იყო რაღაცნაირად გასაიდუმლოებული საზოგადოება იმ პროექტების შესახებ, რომელსაც აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, გებულობდა ამ პროექტების განხორციელების შემდეგ. ბევრი წლის შემდეგაც თუნდაც, ასე რომ ის საკუთარი პერსონის აფიშირებას არ ეწეოდა თუნდაც საქველმოქმედო პროექტებთან მიმართებაში, ხა ეს ფაქტია და ეს ყველას კარგად გვახსოვს, მით უფრო მისი განზრახვა ყოველ შემთხვევაში ეს ასე ჩანდა, მისი განზრახვა არ ყოფილა არც პოლიტიკაში მოსვლა. და მე არ მაქვს არავითარი საფუძველი არ დაუჯერო ივანიშვილის განცხადებას, რომ ის პოლიტიკაში მოსვლა გამოიწვია სწორედ იმ წინაპირობებმა, რაც უკვე ველაპარაკე აქ. ბატონო იგორ, რაც შეეხება ოპოზიციურ ელექტორატს, გულისხმობ არა მხოლოდ იმათ, ვისაც განსაზღვრული სიმპათიები ჰქონდა ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის მიმართ, არამედ იმ ოპოზიციურ ელექტორატს, რომელიც ბჭყალებში, რომ ვთქვათ, პატრონის გარეშე იყო დარჩენილი. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ამ ელექტორატს ორივე ნაწილს გულისხმობ, აქვს უფრო მეტად დადებითი განწყობა ივანიშვილის და მის გარშემო ჯერ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პოლიტიკური ძალის მიმართ, ვიდრე ნეგატიური. გაუტონო ეკაიცით რა შესაქმე საერთოდ ამ კითხვაზე კვალიფიცირებული პასუხი გაიცემა მას შემდეგ, რაც ჩატარდება საფუძვლიანი სოციოლოგიური გამოკითხვები და კვლევები ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის ეფექტთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობაში. ამიტომ მე რასაც ვამბობ, დიახ, ეხლა მე რასაც ვიტყვი, ეს პრინციპში არის, ასე ვთქვათ, ჩემი ვარაუდი, ჩემი როგორც ექსპერტის ვარაუდი. ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ ყოფილა მონაწილე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი. და მისი რეიტინგი, მის მიმართ გამოხატული ნდობის რეიტინგი საზოგადოებაში ყოველთვის იყო მნიშვნელოვნად მაღალი. ფაქტია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა ძალიან მაღალი რეიტინგით, ნდობის ძალიან მაღალი რეიტინგით და ჯერჯერობით მას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ ნდობის ეს მაღალი რეიტინგი რამენაირად შეერყია, ვთქვათ, რამენაირად გაებათილებინა. არა, ამიტომ ჩემი აზრით არსებობს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მისი როგორც ქველმოქმედის და მისი როგორც მეცენატის რეიტინგი, ლამის მექანიკურად გავრცელდეს მისი როგორც დამწყები პოლიტიკოსის რეიტინგზე და მე ველოდები, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მის მიმართ სწორედ ნდობის მაღალ რეიტინგს ისევ დაადასტურებს. და მართლაც ივანიშვილს აქვს შესანიშნავი შანსი იმისა, რომ მან მოახდინოს საპროტესტო ენერგიის აკუმულირება, მით უფრო რომ ის პოლიტიკურ ბრძოლას არ იწყებს მარტო, ის პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს პოლიტიკური კოალიციის, შექმნით და ამ კოალიციაში დაუძახა ისეთ პოლიტიკურ აქტორებს, გულისხმობ ირაკლი ალასანიას პარტიას და რესპუბლიკელებს, რომელთაც სახელი გატეხილი ოპოზიციურ ელექტორატში არ აქვს. ანუ ესენი არიან სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკური პარტიები და მე ივანიშვილს მოვუწონებდი საწყის ეტაპზე პოლიტიკური პარტნიორების არჩევას. რაც შეეხება გარდა პოლიტიკური შემადგენელის, ანუ იგივე რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების გარდა იმ ფიგურებს, რომლებიც არიან დღეს ბიძინა ივანიშვილის გარშემო, იქნება ეს მრჩეველთა საბჭო თუ სხვა რაიმე სახის ფორმით ყოფნა მის გარშემო. თქვენი აზრით, თქვენი დაკვირვებით, რა მთავარი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ეს ადამიანი, როდესაც
არჩევს იმ გუნდს, რომელიც დღეს არის შერჩევის პროცესში, მაგრამ უკვე ვიცით დაუშვათ რაღაც რაოდენობა ადამიანების მის გარშემო ტრიალებს. აი რა არის კრიტერიუმი თავი? მე ამ წუთას რაც მახსენდება, ეს არის ორი კრიტერიუმი. პირველი ეს არის პროფესიონალიზმი. ის ცდილობს მრჩეველთა საბჭოში დაპატიჟოს, ასე ვთქვათ, ექსპერტები, რომლებიც თავის საქმის კარგი ცოდნით გამოირჩევიან და რამდენად მე ვიცნობ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, არა მაქვს არანაირი პროტესტი, რომელიმე განსაკუთრებული პროტესტი, რომელიმე მათგანის მიმართ. მაშინ ერთი ეს არის პროფესიონალიზმი და მეორე, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რაც მე ვიტყვი, მაგრამ მეორე ეს არის მათი პოლიტიკური არაანგაჟირებულობა. ანუ ის რომ ისინი არ ყოფილან რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური თამაშის ტენდენციური მონაწილეები. ხარ ასაკურველი აქ არსებობს შემოხვედრი კითხვა, რომ ისინი მივიდნენ ახლა პოლიტიკურ ძალასთან და გახდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულები. და პოლიტიკურად მიგერძოებულები. მე არ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ასეა, აუცილებლად ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია თუნდაც მრჩეველი სტატუსი გქონდეს, მაგრამ რჩევა განახორციელოს შენი პროფესიული კომპეტენციიდან გამომდინარე და არ იქცე ვინმეს ასე ვთქვათ, პოლიტიკური სურვილების ტყვეთ, ან პოლიტიკური სურვილების მონად. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ექსპერტმა, მრჩეველთა საბჭოს წევრმა და მრჩეველთა საბჭო რაღაცნაირად ინსტიტუციურად დაკავშირებული ორგანოა რა, ამ პოლიტიკურ ძალასთან და პრაქტიკულად გამოდის ისე, რომ მასზე მუშაობს, მაგრამ ვინმეზე მუშაობა, ამ შემთხვევაში ივანიშვილზე მუშაობა არ ნიშნავს მიგერძოებულად მუშაობას, არამედ შესაძლებელია ეს მუშაობა განხორციელდეს პროფესიული ნარჩევებიდან გამომდინარე. არ გამოვრიცხავ ამას, თუმცა რასაკვირველია, ჩვენ დაველოდოთ მოვლენებს, დავაკვირდეთ მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მრჩეველთა საბჭო არ გადაიქცევა ერთი კარგი ტერმინი არსებობს, ასე ვთქვათ, ხბოს ახტაცების მატარებლად ივანიშვილის მიმართ, რაც დაემართა. არა, მე ჯერჯერობით არ ვხედავ. არა, საერთოდ ეს საერთაშორისო ზოგადად არსებობს, რასაკვირველია. მე არ ვიცი, გვარებს უნდა მასახელებინეთ, მაგრამ ბევრი ეგრეთ წოდებული ექსპერტი შემიძლია გავიხსენო, ხელისუფლების კარზე მყოფი, რომელიც ხელისუფლების ის ქმედებების გაუმართლებია, რომელთაც გამართლება პრინციპში არ შეიძლება ჰქონოდათ და ყოველთვის ცდილან, რომ ხელისუფლების ცალსახად ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი ქმედებები სამზეოზე გამოეტანათ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის გარშემოა შეკრებილი, მას მიუთითებენ, თქო, შესაძლო შეცდომებზე, თუ ამ შეცდომებს ის დაუშვებს და იქნებიან გუწვრფელნი თავიანთი პროფესიული კომპეტენციიდან და გამომდინარე. სამწუხაროდ ჩვენთან დამკვიდრდა ათეული წლებია ისეთი პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლებასთან სიახლოვე ნიშნავს მისი ქმედებების მიმართ, ნებისმიერი ქმედების მიმართ სიბრმავეს და ნიშნავს ხელისუფლების მიმართ უპირობო და უკრიტიკო ლოიალობას. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს პრაქტიკა უნდა დამთავრდეს, საქართველოში ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს და ვინმე, მათ შორის ხელისუფალმაც, ამა თუ იმ ექსპერტის რჩევები გამოიყენოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ობიექტური და პროფესიული ნიშნით და არა უპირობო დაქვემდებარების ნიშნით. თუმცა მრჩეველთა საბჭო არ იქნება ის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც შეიძლება ვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის გარშემო. აქ საუბარია ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე, რომლის ასევე მხოლოდ ორი შემადგენელი არ იქნება საკმარისი რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების სახით. თქვენი აზრით, რა რისკის წინაშე დგას დღეს ბიძინა ივანიშვილი? საიდან გამომდინარე ვკითხულობ ამას? ერთი, მას სჭირდება ხარისხიანი ბრჭყალებში ვიმეორებ ირაკლი ალასანიას ტერმინს ადამიანები, რომლებიც განმარტავ თქვენივე სიტყვებით, უნდა იყვნენ კარგი პროფესიონალისტები და სუფთები პოლიტიკური თვალსაზრისით, ამას გულისხმობ ხარისხში. და მას ამავე დროს სჭირდება რაოდენობა ამ ადამიანების, რადგან საუბარია საკმაოდ ფართო დემოკრატიული ფრონტის გაშლაზე. რა რისკის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით იმ მომენტისთვის, როდესაც უკვე ეს გუნდი უნდა შეკრიბოს, ანუ როდესაც დაიწყება ადამიანების შერჩევა. იცით რა, ეს რისკი არის პრინციპში ის რისკი, რომელიც დგას ნებისმიერ პოლიტიკოს წინაშე, რომელიც გუნდის შექმნას იწყებს, მას
ეს რისკი მდგომარეობს შემდეგში, რომ პოლიტიკურ გუნდში არ უნდა მოხვდნენ ის ადამიანები, ვინც საზოგადოებაში ამ მომრჩევლებში ნდობის დაბალი რეიტინგით სარგებლობს. ანუ ასე ვთქვათ, ნდობის ველში თუ შეიძლება ასე თქვას, უარყოფითი ნიშნით ხვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა როგორ გავარკვიოთ, რომელი პოლიტიკოსი სარგებლობს ნდობის მაღალი ხარისხით და რომელი არა, აქ ასე ვთქვათ, პირდაპირ არაჩვეულებრივ დახმარებას დახმარება უნდა გასწიოს გამოკითხვებმა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა, სოციოლოგიურმა კვლევებმა, ობიექტურმა, მიუკერძოებელმა, პროფესიული სტანდარტებით ჩატარებულმა კვლევებმა და მე ვფიქრობ, კვლევის შედეგები ამ შემთხვევაში არის სწორედ ის საფუძველი, ის ობიექტური საფუძველი, რაც შესაძლოა გახდეს ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის პოტენციურ წევრთა არჩევის საფუძველი. ასე რომ, მაშინ ნდობის ხარისხი გახლავთ რისკის ერთი შემადგენელი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და მეორე რისკი მდგომარეობს შემდეგში, რომ ცხადია ივანიშვილს მოუწევს ან ძველი, მაგრამ ახალ სახეებად წარმოდგენილი პოლიტიკოსების მოყვანა, ან სრულიად ახალი სახეების მოყვანა საკუთარ გუნდში. რაც ასევე ალბათ მოიცავს რისკს, რაც ასევე მოიცავს რისკს. ისინი არ ხო, აი ეს სწორედ ეგ მინდოდა მეთქვათ, ასე ვთქვათ, არაცნობადობის რისკი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ რისკია. ოღონდ არაცნობადობას თავისი პლუსიც აქვს, თავისი დადებითი მხარეც აქვს. ეს არის პოზიტიური მოლოდინი, რომელიც არაცნობადი ფიგურის მიმართ არსებობს. ასე რომ აი ამ რისკების გამო ცხადია ივანიშვილს, რომელსაც არაჩვეულებრივად რისკიანი თამაში დაიწყო, რომ ცახიფათა თამაში დაიწყო, მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლაც კი. ბატონო იგო, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩნდება საზოგადოებაში, არის ექნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასავლეთის მხარდაჭერა. არსებობს ერთადერთი ფაქტი, მისი შეხვედრა 18 ქვეყნის ელჩთან, რომლებიც მასთან იმყოფებოდნენ სახლში. რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ თუნდაც ეს შეხვედრა? ანუ რამდენად ძლიერი იქნება მხარდაჭერა, თუმცა პირდაპირ საუბარი ამ თემაზე. მოდით სარეკლამო ბლოკის შემდეგ გავაგრძელოთ, გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს იაგო კაჭკაჭიშვილთან, ბატონო იაგო, გავიმეორებ ჩემს შეკითხვას. რამდენად შეიძლება არსებობდეს, გქონდეს ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი? ვიცით მისი და ელჩების შეხვედრის ფაქტი, სადაც ხაზი მინდა გაუსვა იმყოფებოდა ამერიკის ელჩი, ასევე ინდიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი. რამდენად შეიძლება მხარდაჭერა მან მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ იმოქმედებს მათთვის მისაღები წესებით? მაგალითად, მან ცალსახად განაცხადა, რომ ქუჩის პროტესტზე კატეგორიულ უარს აცხადებს. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა სრულად არ არის, ასე ვთქვათ, მოულოდნელი. ანუ არის ეს მხარდაჭერა არის და მე ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს. რა მაქვს ამის საფუძველი, რა მაძლევს ამის საფუძველი? ჯერ ერთი ის შეხვედრა, მე ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკური რეალობისთვის უნიკალური შეხვედრა. მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართული პოლიტიკური რეალობისთვის საერთოდ ალბათ არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, მაგრამ მე არ მახსოვს მართლა ესეთი შემთხვევა, როდესაც 18 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები აი ასე სტუმრობენ პოლიტიკაში ახალ გამოჩენილ ლიდერს. და ის რომ ამ შეხვედრის შემდეგ არ ყოფილა რაიმე თუნდაც ოდნავი ეჭვის შემცველი განცხადება ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით. მე არ მომისმენია ყოველ შემთხვევაში ეს ასეთი განცხადება და არ წამიკითხავს ასეთი განცხადება. ეს ერთი. მეორე, ივანიშვილის მიმართ პოზიტიურ განწყობას საერთაშორისო სივრცეში განაპირობებს საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად ქართული პოლიტიკისადმი და ქართული ხელისუფლებისადმი. სრულად აშკარა და ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აუცილებელია ხელისუფლების გადაცემა, მშვიდობიანი გზით გადაცემა და ეს არის სწორედ ის კალაპოტი, ის არხი, რომელშიც ივანიშვილი
მთლიანად ჯდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის ლაპარაკობს ხელისუფლების შეცვლაზე, მხოლოდ მშვიდობიანი გზით და კატეგორიულად გამორიცხავს ქუჩის აქციებს და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას, რაც არასოდეს არ ყოფილა თანმიმდევრულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური კურსის შემადგენელი ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური კურსის შემადგენელი ნაწილი. ასევე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ის, რომ ივანიშვილის როგორც ის ახდენს საკუთარი პოლიტიკური პერსონის რეპრეზენტაციას, აი ესეც შეესაბამება დასავლეთის იმ განწყობას, რომ დემოკრატიული საქართველო უნდა იყოს პროდასავლური ორიენტაციის და მან ეს სრულიად ცალსახად ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რასაკვირველია იმის გვერდზე, რომ იმის გვერდით, რომ რუსეთთან საჭიროა ურთიერთობების დალაგება. რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ასევე არის საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი რეკომენდაცია საქართველოს. აქედან გამომდინარე, ბატონო იაგოვ. მე გავიმეორებ დასაწყისში კითხეთ ხომ არ განაპირობა ხელისუფლებამ საერთოდ ივანიშვილის გამოჩენა და ის შოკი რაც არის დღეს საზოგადოებაში. ამავე დროს ხომ არ განაპირობა სწორედ ხელისუფლების პოლიტიკამ. გამომდინარე ერთი რუსეთთან ურთიერთობიდან, მეორე მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელი გაპრემიერებიდან ის რომ 18 ქვეყნის ელჩი ეწვია ბიძინა ივანიშვილს სახლში და რომ არის მათგან გარკვეული მხარდაჭერა უკვე. ხომ არ არის ესეც ხელისუფლების პოლიტიკის პასუხი დებს, მე უნდა დაგეთანხმოთ. ის რომ ხელისუფლება სრულიად არა ირიბად, არამედ ლამით პირდაპირ ლაპარაკობს სააკაშვილის გაპრემიერებაზე და ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების გადაცემა ეს არ ნიშნავს ერთი და იმავე პირისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას, ჩვენ ასეთ კურიოზების მომსწრეც კი ვართ და ასევე ის რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ არის ასე ვთქვათ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად რეზისტენტული რუსეთის მიმართ, რუსული ხელისუფლების მიმართ არანაირი ძვრა ასე ვთქვათ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით არ არის და მე ვფიქრობ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს უბრალოდ არც არის მოსალოდნელი. მოკლედ აი ეს არის ის ნიშა, რომელიც ხელისუფლებისთვის ცარიელია და რომელიც ღია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის. ამ ნიშის დაკავების პოტენცია რასაკვირველია ივანიშვილს აქვს და ეს მან მე მგონი ცხადად თქვა, მნიშვნელოვნად განაცხადა თავის განცხადებებში, თავის წერილებში ქართული საზოგადოების მიმართ. მოდით ვისაუბროთ შეცდომებზეც. დასავლელი ექსპერტები, იგივე თომას დევაალი, რადიო თავისუფლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოსულმა მაგნატმა ამ გზაზე მაინც წაიბორძიკა და მის შეცდომად მიიჩნევენ მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს. ანუ მათი აზრით ქართული კანონმდებლობა არ არის თანამიმდევრული და ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, ჯობდა რომ ივანიშვილს ჯერ დაეტოვებინა რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობა, რაც ხელისუფლებას წაართმევდა ბერკერტს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობა წაერთვა. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს პოლიტიკური შეცდომა? იცით რა, ეს ამას მე პოლიტიკურ შეცდომას დავარქმევდი, იმიტომ რომ ეს არ არის ივანიშვილის მსოფლმხედველობასთან ან მის ასე ვთქვათ პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არის უფრო ტექნიკური საკითხი, რომელიც შესაძლებელია უფრო რაციონალურად გადაჭრილი იყო, ახლა რას თქვენ ბრძანეთ, კი, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ტექნიკურად ეს უფრო ეფექტური ყოფილიყო. ამიტომ მე ამას ვთქვათ ვერ ჩავთვლის აბედისწერო შეცდომად ივანიშვილთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ მას რაიმე სერიოზული შეცდომა, ისეთ შეცდომა, რომელიც ასე ვთქვათ მის მიმართ დობით განწყობილი ამომრჩევლის ფრუსტრაციებს გამოიწვევს, ჯერჯერობით არ დაუშვია. ვერანაირ სერიოზულ შეცდომას ჯერჯერობით, თუმცა ჯერ ძალიან ცოტა დრო არა გასული მისი გამოჩენიდან, ერთი თვეა თუ არც არის. ერთი თვე. თუმცა რასაკვირველია იყო ცალკეული მომენტები მის საჯარო პრეზენტირებაში, რომელიც იყო გამაღაზიანებელი ჟურნალისტებისთვის, ზოგიერთი ექსპერტისთვის, სრულიად სამართლიანად სხვა შორის და პრინციპში არც არის მოულოდნელი, იმიტომ რომ ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლის ან პოლიტიკური დიპლომატიის არანაირი გამოცდილება არ აქვს. ეს მე მგონი მან თავადაც აღიარა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რაღაცნაირად რეაბილიტაცია
გაუკეთა მის ხის გამონათქვამებს და ვფიქრობ, რომ ის როგორც პოლიტიკოს ზრდის შანსი აქვს, ზრდის შესაძლებლობა აქვს. არ ვიცი, ნახოთ ჯერჯერობით მისი სერიოზული შესწავლები არ ჩანს. ოდნავ დრო ბევრი აღარ გრჩება და ძალიან მინდა ახლა შექმნილი ინსტიტუტის შესახებ დაგისვათ შეკითხვა თქვენ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ დააფუძნეთ საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტი. როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი დააფინანსებს ინსტიტუტს, რომელიც არ იქნება უშუალოდ მის პოლიტიკურ გუნდთან ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ გარემოცვაში. დიახ, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული აუთსორსი, ინგლისური სიტყვა რომ ვიხმარებ. კი ბატონო, უბრალოდ ოდნავ კორექტივ შევიტანდი იმ ტერმინში, რაც თქვენ ბრძანეთ, დააფინანსებს. არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ივანიშვილი იქნება ამ კვლევითი ინსტიტუტის გამოვიყენებ ამ სიტყვას მარჩენალი და ივანიშვილის ფინანსები ამ ინსტიტუტის ანგარიშზე იქნება რაღაცა ულევი წყარო. ეს ასე არ არის. უბრალოდ ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ესა თუ ის პოლიტიკა პოლისის გაგებით სხვადასხვა სფეროში იქნება ეს ასე ვთქვათ სოციალური სფერო, პოლიტიკის სფერო, ჯანდაცვის სფერო, განათლების სფერო და შემდეგ დაიგეგმოს არა რამოდენიმე ადამიანის პოლიტიკური ამ სამხედროებრივი გემოვნების მიხედვით, არამედ სერიოზული კვლევების საფუძველზე, საზოგადოებასთან კონსენსუსის საფუძველზე და მან თქვა, რომ ის ასეთ აქტივობას დააფინანსებს. ჩვენს მიერ ინსტიტუტის დაფუძნება სწორედ ამას ითვალისწინებს. ეს არის ეგრეთ წოდებული think tank-ის ანუ სტრატეგიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სწორედ განზრახვად ის აქვს, რომ კვლევები, სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევები დაუდოს საფუძვლად საქართველოს პოლიტიკის მშენებლობას. და თუ ამ პროექტებში აღმოჩნდა რაიმე ისეთი, რაც ასე ვთქვათ ივანიშვილის ინტერესებში შედის, ცხადა ის ამას დააფინანსებს, რაც ჩვეულებრივი ამბავია კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობაში. ივანიშვილი ამ შემთხვევაში გამოდის ერთ-ერთი კლიენტი, ჩვენ ვართ ინსტიტუტი, ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ მომსახურებას თავაზობს კლიენტებს და თუ ჩვენი და კლიენტის ინტერესები მომსახურების მიწოდების და ამ მომსახურების გამოყენების თვალსაზრისით ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ ის იქცევა ამ ორგანიზაციის დონორად. ასე რომ დაფინანსება ეს არ არის თავისთავად ნაგულისხმევი რამ, რაც ყველა შემთხვევაში. მაგალითად უცხოელი დონორები დააფინანსებენ ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იქნება პოლიტიკური ფიგურა. იცით რა, ესე იგი ჩვენ ვაპირებთ და ძალიან აქტიურად ვიწყებთ მუშაობას საპროექტო წინადადებების მომზადებაზე, პროექტების მომზადებაზე, რომელსაც შევთავაზებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. აქ მყოფს და უცხოეთში მყოფს და ამ ორგანიზაციებმა მშვენივრად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათაც მივმართავთ, იმიტომ რომ არა გვაქვს, ასე ვთქვათ, ფინანსური გარანტიები ივანიშვილისგან. არც გვინდა რომ ეს კონდეს, იმიტომ რომ არათარ შემთხვევაში კვლევითი ინსტიტუტს αφილაცია არ უნდა კონდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იმ წუთას დაკარგავს ღირებულებას, იმ წუთას დაკარგავს პატივისცემას და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც კარგად ესმის, ის თანამშრომლობას ამ ინსტიტუტთან აპირებს სწორედ ამ ინსტიტუტში გაერთიანებული ადამიანების ექსპერტული ღირსებებიდან გამომდინარე, თქვენ ახსენეთ ის ადამიანები, ვინც ამ ინსტიტუტის დამფუძნებელნი არიან, მე ჩემ თავზეც მინდა ვთქვა, რომ არასდროს არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, ბევრ პოლიტიკურ ძალასთან მითანამშრომლია, რომ ამ პოლიტიკური ძალის ასკო ტენდენციური მომხრე ყოფილიყავი, არც ახლა ვაპირებ ამას. ალბათ არც პოლიტიკური ძალის ინტერესში უნდა იყოს დამახინჯებული კვლევა ხომასზე. და ზუსტად ამას ვამბობ. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის განზრახვაც სწორედ ეს არის ჩვენს ინსტიტუტთან მიემართება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. იაგო კაჭკაჭიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალაც საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.